არის ხოლმე მე კომპლექსური იურისდიქციის ფაზები, სადაც ის ფაზაც კი შეიძლება 2 წელი გაგრძელდეს, ან 1 წელი მე მქონია, სადაც 8 თვე მსჯელობდით იურისდიქციაზე, იურისდიქცია დაადგინა, მე გავაგრძელეთ. გიორგიმ რაც ახსენა, რომ თუ დავა იმდენად შედარებით მცირე არის, რომ პირობითად შეგიძლია ერთი დღეში, ერთი მოსმენის ფარგლებში მოისმინო იურისდიქციაც და მოისმინო ძირითადი დავაც, ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად ღირს რო გაყო და მესამე ალბათ თუ იმდენად დაკავშირებულია იურისდიქცია და შინაარსი ერთმანეთთან, რომ გამიჯვნა ვერ ხდება. გაჩნდა საჭიროება, რომ გარკვეული შემაჯამებელი, უბრალოდ შეჯერებული წესები მიიღოთ და ეს აისახა თუნდაც IBA-ის წესებში, დღესებულების მოპოვებაში. არის კიდე ახალი მიღებული პრაღის წესები. IBA შედარებით ინკვიზიციურია, რაც მხარეთა შეთანხმებებით ან თუ ტრიბუნალი ამ საჭიროდ ჩათვლის შეიძლება გახდეს საერთაშორისო წარმოების მარეგულირებელი და ის დარეგულირებს იმას თუ როგორ უნდა იყოს ადგილი მოთხოვნა, რა კრიტერიუმებს უნდა ყოფილებდეს და რა დისკრეცია ან უფლებამოსილება გააჩნია არბიტრაჟში.